ტელევიზორს თავდა ტრამპი გამოდის და ყველა მირეკავს და ერთ ადგილზე მკოცნიან ხალხო თუ გონიათ რომ მე ხარ რაღაცა ჩემ თავს უფლებას ვაძლევ რომ პერიფრაზს გავაკეთო არა აი სიტყვით აი მოდი ვაჩვენოთ იმიტომ რომ ეს არის ეპოქალური სპიჩი ამერიკის პრეზიდენტს ესეთი არასდროს არ უთქვია და მოდი ვნახოთ რა I'm telling you these countries are calling us up kissing my ass they are dying to make a deal please sir make a deal I'll do anything sir and then I'll see some rebel Republican some guy that wants to grandstand say, I think that Congress should take over negotiations. Let me tell you, you don't negotiate like I negotiate. Congress takes over negotiating. Sell America fast because you're going to go busted. You don't. I just saw it today. A couple of your congressmen said, I think we should get involved in the negotiation of the tariffs. Oh, that's what I need. I need some guy telling me how to negotiate. I tell you, the happiest people in the world would be China. They wouldn't be paying 104%. I tell you, they'd be paying no percent. We'd be paying them 104%. That's the beauty is these guys. We gotta be careful. And even the concept of it hurts your negotiation. When they see a little story like that, the other side, it hurts your negotiation. And then the fake news wants to build it up, and it has no chance anyway. მე ხა რა კითხვა მაქვს იცი ოცნებავნო რეგულაციები მიიღო მაგ რეგულაციებით ხა ეს ხო თან უნდა ვთარგმნოთ მაგრამ პირდაპირ ვთარგმნოთ მაგაზე ხა რამე სანქციას ხო არ დაგვადები იმიტომ რომ აი პირდაპირ ვალდებულება გვაქვს ხალხო რომ ამერიკის პრეზიდენტის სიტყვა გითარგმნოთ და პირდაპირ ტრამპმა თქვა ესეთი რაღაცა რომ უცხო ქვეყნებიდან მირეკავენ kissing my ass ანუ ჩემს უკანალს კოცნიან და მთხოვენ რომ შევთანხმდეთ ძალიან მეხვეწებიან შევთანხმდეთო და აქო ვიღაცები რესპუბლიკელები რომ ამბობენ რომ კონგრესი ხო არ უნდა ჩაერიოსო მაგ მოლაპარაკებებში და ტარიფებშიო თქვენო ჩემნაირად ვერ ივაჭრებთო მანდო კაცო შეთანხმება მე ვიცი თქვენ რა იცით შეთანხმება აი ერთადერთი ვინც მაგეთი ბედნიერი იქნება ჩინეთი იქნება იმიტომ რომ 104%-იანი ტარიფი აღარ იქნება დადებულიო და ანუ ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ ეგ სიტყვები თქვა რომ მთელი მსოფლიო მირეკავს და უკანალზე მკოცნისო თან რანაირი თქვენი კომენტარები თან რანაირი ფორმით იცი ახლა შეიძლება ვიღაცამ აი ეს მშრალი ტონით ეს ამ სიტყვების გამოთქმა წარმოიდგენს აი თან იმათ ახმოვანებ და ძალიან დამცინავი ფორმით გაიგე ისინი მირეკავენ და ერთ ადგილზე მკოცნიან და ეს მეხვეწებიან გთხოვ და თან ამათ გამოთქვამს ამაკიში და გეხვეწები რა ის არ დაგსაჯო და მე ახლა ვიღაცა ეს გამოშტერებული არ ხმარია მაგრამ იგულისხმებოდა და ამათ როგორც ახმოვანებ და ესენი რო იძახიან რომ მე ახლა უკეთესად შემიძლია მოლაპარაკე ამათ რა შეუძლია შეხედე ამათ და ნუ აი რაღაცა როგორი ფორმის მოხსენიებები იყო იცი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნების მაგაზე დამამცირებელი რა შეიძლება იყოს უკვე არ ვიცი თან მანამდე რაღაც როგორი ლაპარაკი იყო ახლა აქ საიდანაც იწყება იქ არ ჩანს მაგრამ მანამდე იყო რომ აი იაპონია და რაღაცები იყო ნახსენები კონკრეტული ქვეყნები რომლებიც რეკავდნენ და მე გადასვლა რო ხდება იქ მოყოლა ხდება რომ ისინი უკანალზე კოცნიან ანუ იაპონია იგულისხმება რომ იაპონია და კიდე რამდენიმე ქვეყანა და რა ვითხარით იცი აი დასაწყისში რაც ვილაპარაკე რომ ჯონ კენედის სიტყვა ხო არის ეპოქალური რა მართლა ასწავლიან რომ აი don't ask what your country can do for you, ask what you can do for your country. And Martin Luther King's I have a dream. აი ხო არის რაღაცა ეპოქალური სიტყვები და გავიდა 70 წელი და უცხო ქვეყნები უკანალზე მკოცნია ხალხო აი რაღაცა მოხდა მე მგონი მან მაგ ქვეყანაში ხო? თაშორის ეგეთი ფილმია ქვია იდიოკრატია. ამერიკული ფილმია და ანუ რეკომენდაციას უწევ. ანუ სიუჟეტი რაზე, ანუ ტიპი გაიყინება და აღმოჩნდება მომავალში. ანუ აღონ ამერიკაში.
და ნუ რანაირი საზოგადოება იცი, ნუ აი რაღაც ელემენტარულს რო ვეღარ აკეთებენ და პრეზიდენტი ყავთ ვიღაცა დაკუნთული ზანგი, რომელიც უბრალოდ ავტომატით აერში ისვრის. და მთელი პრობლემა რა კამანჩო ქვია მაგ პრეზიდენტს. ხო და პრობლემა რა აქვს, იცი? მოსავალი უფუჭდებათ, იმიტომ რომ კოკა-კოლათი რწყავენ ამ მოსავალს. და ბოლოს ეს მიახვედრებს რომ მეგონი წყალი ჯობია რომ კოკა-კოლას მაგარი ფილმია მართლა ხო და რაღაც მაგდაგვარისკენ მიდის ეს დასავლეთი. მოდი ახლა ერთ კითხვას დავსვამ. საქართველოში ახლა პოლიტიკური კონკურენცია ხო იმისთვის მიდის რომ აქედან ვინ ჩავა მერე ტრამპზე მაგ ერთ ადგილას საკოცნელად, აი ვინ დაითრევს მაგ პატივს მაგაზე მიდის საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა. მოდი ასე ვთქვათ რა. იქიდან ტრამპმა რო თქვას, რომ აი you guy ის წარმომადგენელმა fantastic guy great guy შეუძლია ჩამოვიდეს და kiss my ass. აი არ დაიდარსოში რო არის აი სიუჟეტი. ხო მაგის გარშემო ტრიალებს იქაც აი მაგ აქტის გარშემო ტრიალებს ეს თავადი რო ამას ოღონ ეს მან მაგ შემთხვევაში ძალით მოხდება და აქ ეს აბარო აქ ცოტა მოხალისეობრივი აქ მოხალისეობრივი კი ერთმანეთის თავებზე მოხდება მაგალი კონკურენცია მაგ პატივის დასამხად ფათაშორის აი ამ ტარიფებთან დაკავშირებით ეხა ახალი ინფორმაცია გავრცელდა ტრამპმა დროებით გაყინა თავისი გადაწყვეტილება აი ეს რამოდენიმე დღის წინ რომ მიიღო ეს ტარიფები რო დაუწესა მთელ სოფლიოს ყველას დაუტოვა 10% გარდა ჩინეთის ყველას დაუტოვა 10% და ჩინეთს დაუტოვა 125% და რატო გაყინა ეხა მოდი ისიც თქვათ ანუ სინამდვილეში ტრამპმა რაც აღნიშნა როგორც ჩანს ეგ სიმართლეა ანუ ეხა ძალიან ბევრი მართლა ეგ ქნესი ქვეყნებმა ქვეყნის წარმომადგენელი ეხა უკავშირდება ტრამპს და ტრამპმა განაცხადა რომ მე იმიტომ გავყინე ეხა ეს იყო ერთგვარი თავიდან მინიშნება, იმიტომ რომ არავის არ ჯეროდაო რომ ჩვენ ამაზე წამსვლელები ვიყავითო. ეხა ყველამ გაიგო რომ ამ წამსვლელები ვართ, გამკეთებლები ვართ და ეხა მოდი თავიდან შევთანხმდეთ ისეთ ტარიფებზე, რაც ნუ ამერიკას აწყობს და ისეთ ცნობისთვის მოვიკითხოთ ჩვენი ძმები ლიბერტარიანელები ეს რა ხდება ეს თავისუფალი ვაჭრობის იმაში მექაში ეს რანაირი პოლიტიკაა, რანაირი რეგულაციები და რანაირი სახელმწიფოს მხრიდან რა უხეშ ჩარევა. ჯონ ლოკს სულში ჩააფურთხეს იმას ადამ სმითს და უყურეთ როგორი რაღაცა ეხა. ნუ როგორ ჩანს არ ექვემდებარება მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ჩინეთთან. ჩინეთი საკმაოდ პრინციპულად დგას თავის პოზიციაზე და სინამდვილეში ახლა ჩვენ რა პროცესებსაც თვალს ვადევნებთ, ну ეს ალბათ გლობალური მასშტაბით ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, ну არ შეიძლება წარმოუდგენელი ამ მასშტაბის სავაჭრო ომმა სამყაროზე და სამყაროს, ну პლანეტის ეკონომიკაზე გავლენა არ მოახდინოს. აი თავის დროზე, როდესაც 2008 წელს მოხდა ეკონომიკური კრიზისი. გვახსოვს აი 2008 წლის შემოდგომას რო იყო აი რაღაც ჩამოინგრალა ამის საფონდო ბირჟები. ეგ გამოიწვია ორი ბანკის გაკოტრება. ანუ ამერიკის ორმა უმსხვილესმა სადაზღვევო მიმართულებით რო დიდწილად ოპერირებდა ეგეთმა ორმა ბანკმა გაბანკროტდა და ამან ან ორი ბანკის გაკოტრებას მოყვა სოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ეხლა თქვენ უბრალოდ აი წარმოიდგინოთ ეს ყველაფერი რამხელა კვალს დატოვებს სოფლიო ეკონომიკაზე და არ არის გამორიცხული რომ სოფლიო ეკონომიკურმა ჭიდაობამ სხვა მიმართულებით პოლიტიკურ და სამხედრო ჭიდაობაშიც გადაიზარდოს, ეგეც არა გამორიცხული. აი, რო ავხსნათ, მოდი ეს საერთოდ რა ხდება, ეს რა არის ეს ტარიფების თომი, რას გამოიწვევს, რას ცვლის, ხო? სხვათა შორის 10%-ამდე რო დაუწია ყველა ქვეყანას, ეგ 10%-იც არის პროცენტი, ანუ ეგეც არ არის უპროცენტო ვაჭრობა და ჩვენ
როცა რამდენიმე დღის წინ ტრამპმა გამოაცხადა ეგ მის ტარიფების დაწესება, ჩვენ მაშინ თქვით, რომ ქვეყნების ნაწილთან ეს ტარიფები გამოყენებული იქნებოდა სავაჭროდ, ანუ ეს არ ნიშნავს დაწესებული ტარიფები, რომ აუცილებლად იმ ოდენობაში, რომელშიც დააწესეს, ან საერთოდ რაიმე ოდენობაში ძალაში დარჩება, ივაჭრებს რაღაც სხვაზე. და აუხსნათ საერთოდ რა ხდება მანდიდან გამომდინარე. საერთოდ გლობალურია ეს თავისუფალი ეკონომიკური მოდელი აგებული იყო შემდეგ ინტერესზე. ამერიკა, რომელიც ყველაზე ძლიერი დიდი ეკონომიკა და ყველაზე ძლიერი საწარმოო სიმძლავრე მსოფლიოსი, აი ეს ერთგვარი მსოფლიო პოლიციელი ჩამოყალიბდა და რომელმაც ამ თავისუფალი სავაჭრო მსოფლიო მოდელის პრინციპით ააგო შემდეგი მოწყობა. ის გახდა მსოფლიო ინვესტორი და მსოფლიო ბანკირი. ანუ მსოფლიო ვაჭრობდა სარეზერვო ვალუტად იყენებდა ამერიკულ დოლარს და აი მაგალითად შენ და ვიცი აზერბაიჯანს ერთმანეთში რო გევაჭერ, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთში რო ევაჭერთ, ან არ ვიცი ჩინეთს და არაბეთს ერთმანეთში რო ევაჭერთ, უნდა ევაჭერთ დოლარით. და დოლარში ვაჭრობა რას ნიშნავს? ამერიკა ბეჭდავს დოლარს და შენ ამ ტრანზაქციებში იმას პროცენტს აძლევ. ანუ ამერიკას როგორც ბანკის შემთხვევაში რომ დოლარს შენგან ყიდულობ. დოლარს ყიდულობ შენგან, ეს არის მისი ბაზა და შენ ამ მისი ვალუტით ვაჭრობ შესაბამისად ამერიკა არის გლობალური ბანკირი ყველა ტრანზაქციაზე მსოფლიოში, რომელიც დოლარით მიმდინარეობს და ძირითადად მაგით მიმდინარეობს. ის იღებს პროცენტს, ანუ დიდრდება ყველა ტრანზაქციით, ეგ ერთი და მეორე, ამერიკა იქიდან გამომდინარე, რომ მას ქონა უზარმაზარი ფინანსური და ტექნოლოგიური უპირატესობა, მან დაიწყო ათვისება იაფი მუშახელის მქონე ქვეყნების, რომლებსაც თავისით არ ქონდათ შესაძლებლობა განევითარებინათ საწარმოო სიმძლავრეები ტექნოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ თავისი სხვა კომპანიები გადაქონდა იქ, თავის ფლობელობაში ქონდა ძირითადად იქაური იაფი მუშახელი ქმნიდა ნაწარმს, რომელიც ნაწილობრივ შექონა სოფლიო ეკონომიკის 25-30%-ს რო ვარირებს აი ამ შორის თავის ბაზარზე, ანუ ამერიკის ეკონომიკა სოფლიოში წარმოადგენს 25-30% სოფლიო ეკონომიკის, ან თავისთან, ან ითვისებდა დანარჩენი სოფლიოს, ევროპის და სხვა ბაზრებს, სხვა იაფი მუშახელის ქვეყნებში გახსნილი საკუთარი საწარმოები. რაღაც ეტაპზე ეს იაფი მუშახელი ტექნოლოგიურმა განვითარებამ სოფლიოსი მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ ეს იაფი მუშახელის ქვეყნები, რომლებიც ეზიარენ ტექნოლოგიებს და იღებდნენ, რა თქმა უნდა, სარგებელს თვითონაც, პირობითად Apple-ის ქარხანა თუ არის ჩინეთში, ჩინელი მუშახელი რო იქ საქმდება, იქ ნაწარმი აქედან გადის სადღაც, ის იღებს თავის ბენეფიტებს, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისე ფინანსების ნაწილის თვალსაზრისით, რომელიც ამ გამომუშავებული პროდუქციიდან იქნება, ხო? რაღაც ეტაპზე ამ სხვა ქვეყნებმაც მიიღეს საკმარისი ტექნოლოგიური ბაზა და ფინანსური ბაზა იმისთვის, რომ ავტონომიური საწარმოო ხაზები შეიქმნა. ანუ არა მხოლოდ Apple არსებობს უკვე ჩინეთში, არამედ არსებობს მაგალითად Xiaomi, არსებობს Huawei და ჩინური ტელეფონი რო შეადარო, ჩინელებს შეუძლიათ ისეთი მახასიათებლის ტელეფონის გამოშვება, რომელიც დრამატულად აღარ განსხვავდება iPhone-ით. ხო, ეს პრობლემა, ანალოგიური პრობლემა ძალიან დიდი ხარისხით, მანამდე იაპონიის სახითაც დაუდგა ამერიკას, იაპონიაც ძალიან დაეწია ტექნოლოგიური და საწარმოო სიმძლავრეებით, დისბალანსი გაჩნდა სავაჭრო. ოღონდ მაშინ შეუსრულეს იაპონიას. ოღონდ იგივე პრინციპით მიაწვნენ, მოთხოვეს რაღაც რეიგანი ხო არის ეგრე მოხსენებული როგორც აი ლიბერტარიანელი და ფრი მარკეტის ერთ-ერთი დამცველი არა და იაპონიას სწორედ სატარიფო ომი რეიგანმა გამოუცხადა. ხო და იმას აქვთ ეს ავხსნათ ბოლომდე რაღაც ეტაპზე მანამდე განვითარებადი ქვეყნები განვითარდნენ, დიდი ქვეყნების ნაწილი და თვითონ ისეთი საწარმოო სიმძლავრეები შეიქმნეს, რომ გამოვიდა რომ უფრო იაფად არანაკლებ კონკურენტულ პროდუქციას აწარმოებენ, ყიდიან თავისუფლად ამერიკულ ბაზარზე და ნუ ამერიკას რა ის იყიდება, ჩვენ იქ ნაკლებს ყიდით, ამიტომ ეს უკვე წამგებიანი ხდება და ტექნოლოგიურმა რეალობამ, სადაც შესაძლებელი გახდა ხელოვნური ინტელექტის და წარმოების ავტომატიზაციის მეშვეობით ნაკლები მუშახელით საწარმოო სიმძლავრეების აწყობა თანდათან ამის პერსპექტივა ჩნდება, ამერიკას მისცა შანსი, რომ მოდი ჩავკეტოთ
სავაჭრო საზღვრები მოიცა შოთა იმ ქვეყნებთან და ჩვენთან გადმოვიტანოთ წარმოება და ამერიკული გავყიდოთ ამერიკა. მან და ამერიკელებმა ის დასკვნა არ გააკეთეს, რომ ჩინელები თუ უფრო იაფად, უფრო ყოჩაღად აკეთებენ იგივეს. მოდი თავისუფალმა ბაზარმა დაარეგულიროს და ჩვენ შევიდეთ მასთან კონკურენციაში და უფრო ყოჩაღად, უფრო იაფი და ხარისხიანი დავამზადოთ და მაგითი მოუგოთ ჩინელებს. ეგ დასკვნა არ გააკეთეს ამერიკელებმა. ან რა დასკვნა, იცი? ხალხო, ეს ჩინეთი თუ უფრო იაფად აწარმოებს ამ ტელეფონებს, მოდი ჩინური ტელეფონები შემოვიტანოთ, ან სხვა პროდუქცია. თუ ხალხს ჩინური TikTok-ი მოსწონს, მოდი ყველა ამერიკელმა TikTok-ი მოიხმაროს. ეგ დასკვნა არ გააკეთეს პირიქით. მოდი TikTok-ი ავკრძალოთ ამერიკაში. ეგ დასკვნა გააკეთეს. რატო ისე რა ხდება? იმიტომ რომ ეგ დასკვნა მანამდეც იაპონიაზე გააკეთეს და ყოველთვის გააკეთებენ დასკვნებს, როცა შენ უფრო ეფექტურად და იაფად აწარმოებ და შეგაკ ამერიკაში და შენ იგებ ვაჭრობაში. მანდ ჩაკეტავენ და თავისუფალ ვაჭრობაზე ილაპარაკებენ მანამ სანამ შენ ბომჟი ხარ, ვერაფერს ვერ აწარმოებ და სანამ აწყობს მას. შენი გამოყენება შეუძლიათ იაპ მუშახელად ან შენთან გაყიდიან რაღაც თავის ჭარბ და იაპ პროდუქციას. ეხა მან მნიშვნელოვანი რა არის? ამერიკა უკეტავს ჩინეთს სავაჭრო სივრცეს და არა მარტო ჩინეთს. ტარიფები დაადო ყველას, ეხლაც 10%-იანი დატოვებული აქვს. ყველას ოღონდ სავაჭრო პროცესი ჯერ დროებით დააპაუზა, ვიღაცასთან დაალაგდება, ვიღაცასთან მერა, ვიღაცასთან კიდე უფრო აიწევს ტარიფები, ვიღაცასთან შეიძლება შედარებით დაბალი დარჩეს. მაგრამ სავაჭრო ომი გამოუცხადა ყველას. შენ რო შეიტანო შენი პროდუქცია, საბაჟო გადასახადი დაემატება ზემოდან, აღარ იქნება უფრო იაფი და ვეღარ მოუგებ ამერიკულ წარმოებას და შესაბამისად, ამერიკის ბაზარი მსოფლიო ბაზრის 25-30% იკარგება. აქ მნიშვნელოვანი არის რა? მთელი ეს ძლიერი საწარმოო ქვეყნების საწარმოო ხაზები, სავაჭრო ხაზები აგებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის ამერიკაში წყიდიდნენ ამ პროდუქციას. ანუ აი რაღაც ქარხანა გაქვს პირობითად ჩინეთში რაღაც ზომის, ხო? ეს ქარხანა ამ ზომის რო არის, ეს იგულისხმება, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი უნდა გაყიდო. ეხლა იქ თუ დაგაკლა ამერიკის ბაზარი, მაშინ რაღაც ნაწილი უნდა გაყარო. ქარხნიდან მშიერი დარჩეს, ხო? იგივე მაგალითად სინგაპურის მთავრობის წარმომადგენელს უსმენდი ამ დღეებში ის ამბობდა, რომ ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე, ჩვენ სინგაპური არის სახელმწიფო პორტი. პორტია, რომელიც აქეთ-იქით გადის პროდუქცია დასავლეთიდან აღმოსავლეთით აქეთ-იქით. აიცა შოთა რაღაც არ ვჯერა მე. ანუ სინგაპური სადღაც ჰიმალაებზე ვერ აშენდება. ყველაზე ანუ მაინც და მაინც საზღვაო ნაოსნობის 2/3 უნდა გადიოდეს შენს სინგაპურიზაცია რომ მოხდა. არ ვჯერა ეხა აი კახაბენდუკიძეს სხვა რაღაცას აბა და სხვათა შორის სინგაპურის მაგაზე თქვა სინგაპურის მთავრობის წარმომადგენელმა რომ ეხლა თუ ამერიკისკენ აღარ წავიდა აქ ტვირთები ჩვენზე თუ არ გაიარა დაგვერხავ. ეგ რაღაც ანუ ამერიკა მაზილი ბაზარი აღარ მუშაობს ესე იგი. ხო და ანუ ეს სავაჭრო გზებზე აგებული უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, საწარმოო ინფრასტრუქტურა, ეს ითვალისწინებდა რომ სადღაც იციან სად მიდის. ის თუ ჩაიხსნა, ეხლა იმისთვის რომ ერთი ქვეყანა არ ჩაიძიროს, მეორემ არ გაუსწროს ძალიან კონკურენციაში, დანარჩენ ბაზრებზე წავა სავაჭრო